დააკვირდი უბრალოდ როგორ მიდიოდა ეს პროცესი. თვითონ კარლოსების რიტორიკაში გინთ, ევროპას ომი უნდა და ვისკაც მიდიხარ, იმისი არ გჯერა. ესე იგი თავიდანვე გქონდა მიდრეკილება, რომ ყოფილიყავი ავტორიტარული რეჟიმი. თორე შეუძლებელია ერთ დღეს ევროპა გიყვარდეს და მეორე დღეს გადაიყვარო. არ ხდება გადაყვარება და შეყვარება ეგრე მარტივად, ხო? ჩემთვის სრული სიგიჟე არის, რომ 2022 წლის იანვარში გინდა ევროინტეგრაცია და 2022 წლის თებერვალში აღარ გინდა. ბოლო-ბოლო ის ხوارეს ღვინის დალევა არ დალევა, რომ რაღაც მოდი დღეს არ დავვლევ თავი მტკივა. ეს ხო ეროვნული ინტერესია მართლა. ამას შეეწირა 25 წლიანი შრომა ჩადებული ამასთანავე და უამრავი თაობის ოცნება არის ეს. და რაც მთავარია, კონსტიტუციიდან გადახვევა არის ეს, იმიტომ რომ შენ გიწერია, რომ შენი ამოსავალ წერტილი საგარეო ველზე არის ინტეგრაცია იმ სისტემაში, რომელიც განვითარებულია თანამედროვე.